მოგესალმებით. ნინო დიდებულ დღესასწაულს ქართველთა და არა მარტო ქართველთა ნინო სოფლიო მნიშვნელობის წმინდანი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით ამაღლების დღესასწაულის პერიოდში და მაცხოვარმა ამაღლების დროს თქვა მე თქვენთან ვიყო ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა მე თქვენთან მარტო მოციქულებთან კი არა ყველასთან ყველა ქრისტიანთან ერთად მე აი ამის თვალსაჩინოება მინდა რომ მაცხოვარი როგორ არის ჩვენთან მთელი ქრისტიანული ეკლესიის ისტორია მაგრამ მე მინდა დღეს გამოვყო საქართველოს ისტორია არის ამის მტკიცებულება ჩემო ძვირფასებო რომ მაცხოვარი არის ჩვენთან ამის პირდაპირ მტკიცებულება მე რამოდენიმე ფრაგმენტულად მოგიყვან ისტორიიდან მაგალითებს და ნახავ და ასევე თანამედროვე მაგალითს მაგრამ სანამ დავიწყებდი მე ამ ჩემ ქადაგებას და ამ საინტერესო თემას შევეხებოდე მე მინდა ერთი რამ აღნიშნო ჩვენი მრევლი სამშობლოსთვის თავდადებული უთხოვარად ვიტყვი მარიამ ლაში დეპუტატი რომელსაც ასეთი შეურაცხყოფები მიაყენეს ამ უსირცხვილო უზდელმა ხალხმა მარიამს უნდა უხაროდეს და ბედნიერია ჩვენ ჩემო ძმანო და დანო ვიმყოფებდი ბრძოლაში ომში ვარ ესე იყო ყოველთვის საქართველო და ესე ვარ დღესაც და ნახეთ რა ხალხი ებრძვის და ნახეთ რას ამბობენ ესე იგი ქალბატონი რომელიც მთლიანად ამერიკულ სტილშია ევროპულ სტილშია დაჯილდოებული ამერიკის ბევრი ორდენით ქალბატონი ამაზე ამბობენ ამ საპატიო მოქალაქე ამერიკის და ამ ქალბატონზე ამბობენ რომ ის არის რუსის აგენტი მართლა რუსის აგენტები ნახეთ ამ ბინებზია ერთ-ერთი რომელმაც ეს რუსის აგენტის დიალოგი მიაყენა პუტინს თაყვანისა ჩემო ძვირფასებო და უმღერა ღვინო კახო თაყვანისა და ესეთი ლაბარაკობს მარია ლაშზე ჩემო ძვირფასებო მეორე რომელსაც მიაქვს რომელიც რუსეთიდან უკვე წლებია ათეული და ბოლო წელია რომ ოდნავ გიორგი ჩაუწიო იღებს რუსეთიდან ფულს ეს ქალბატონი ეუბნება მარიამზე ამბობს რომ რუსეთის აგენტია რა სამარცხვინო ჩემო ძვირფასებო და კიდევ ერთი კაცი ისმის ეს ჩართულია კიდევ ერთი კაცი რომელმაც როგორ უნდა ამოიღოს გასაძელებელია საქართველოსთან კაცი რომელიც მამათ მამულ როლში ითამაშა კინოში ჩოხა შეურაცხყოფ ჩვენი ქართული გესმით თქვენ და ისე წარმოაჩინოთ ჩვენი იდენტობა ვითომ მამათ მამლობა იყოს ეს კაცი ამბობს მარიამ ლაშზე რაღაცას ეს კაცი ეს უსირცხვილი ეს უნანუსო და როგორ მინდა თქვა ის სიტყვა ერთი-ორჯერ წამოწს და მოკლედ ეს კაიფოს ეს LGBT პარტია ძირითადად მარიამზე ამბობენ ესეთ რაღაც სისულელები ეს უსირცხვილები საქართველოსთან გასაძლებელი ხალხი ჩემო ძვირფასებო ყველაფერი გადასცეს რუსეთს აი აქ კიოსკი იყო დავით და კონსტანტინე რო ავაშენეთ ელექტროკიოსკი იყო ეს უნდა გადაგვეტანა ჩვენ იქით გადავიტანოთ გულაჩაუზე ისე ვერ ავაშენებდით აქ ტაძრებს და თელასთან რომ მივედი თელასმა გვითხრა მოსკოვში უნდა დავრეკოთ და იქიდან უნდა ავიღოთ უფლება იქიდან ავიღეთ უფლება ამათ საზიზღარი რადიკალური ოპოზიციის მიერ გადაცემული მოსკოვს გადაცემული თელასი გაზი წყალი და ყველაფერი ხო იცი კახელმა რო ვაშლები მოიპარა და რო შეხვდა ვაშლის პატრონი რა ვაშლები აესე მოძდით რა თვითონ არიან აგენტები რუსეთის ამერიკის ევროპის და ყველასი საიდანაც იღებენ ფულს და ეხლა რა ვაშლებიო ეს ესეთ იმას აგენტები მოკლედ გაიხარე მარიამ თანადგომა ჩვენ შენს გვერდით ვარ შენს გვერდით არის 90% საქართველოს და ეს
2% ეს უზნეოდა საქართველოსთან გასაძევებელი ხალხი უბრალოდ მომზადებული არიან და ძალიან ისე იმაშვებიან რომ ვითომ ბევრი არიან და ვითომ ეს სიხარულა ნეტარიდნენ მებრძოლის სიმართლისათვის მათია სასუპრებიცათა ღირსება და ბედნიერება მარიამ ლაშს ჩემო ძვირფასებო არაორდინარული იქნება ეს ქადაგებაც იმიტომ რომ მე თქვენთან ვიყო ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ეკუთვნის ყველა ქრისტიანს მოციქულებიდან დაწყებული ბოლო ქრისტიანამდე მეორედ მოსვლა რო იქნება და განსაკუთრებით ეს არის საქართველოზე ჩემო ძვირფასებო აი მე მინდა რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანო არჩილ მეფე და ევსტატი აფხაზეთის მთავარი აგერ ხატი გვაქვს არაჩვეულებრივ თარხან მოურავის დავითის შემოწირული ილოში ეს არის მერვე საუკუნე აი ესე იგი იმის საილუსტრაციოდ მე თქვენთან ვიყო ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა როგორ იყო ქრისტე ჩვენთან ერთი მაგალითი აფხაზეთშია არჩილი და მისი ძმისშვილი აფხაზეთის მთავარი ევსტატი. აქედან ჯერ ყველაფერი ჩანს, რომ აფხაზეთი საქართველოს რა თქმა უცოდინარის მეფე ვინიტყვის ამას, ჩემო ძვირფასებო რომ გამოდის წიგნები აფხაზია, ნეგროზია ეს უცოდინარები საერთოდ არაფრის და თვითონ არძიმბა კი არა მეორე რო იყო, მეორე, ბაღებში კაცი ვაფშე მაბადე კაცი აზზიარი და რაღაცა ჩვენიო ესო ჩვენი ტერიტორიო მე ეტყობა წაიკითხა რომ აფხაზეთის დედაქალაქი ერთი პერიოდი იყო ქუთაისი ანუ დასავლეთ საქართველოსია ლაპარაკი უიო ქუთაისი ჩვენი ყოფილი გესმის ეს კაცი უბიცები ესე კაი ესე იგი და მურვან ხრუს 40,000 კბილებამდე შეიარაღებული წარმოიდგინეთ ეხლაც რადიკალი მუსლიმები რაკნებს ხო სირიაში და მაშინ რა იქნებოდა მეორე საუკუნე მურვან ხრუ ხო იცი რატო და მურვან ხრუს მოდის 40,000 შეიარაღებული და დამარცხებულია საქართველოს 6,000 ხავს არჩილებს და იქ კარგად არის ხარზე ვილოცოდო ძმისშვილო უთხრა დაიჩოქეს და ღვთისმშობლის ხატთან ილოცეს რომ დაგვიფარეო და ანომალური წვიმა წამოვიდა ისეთი რომ 40,000 ცხენოსანი ჯარი მუსლიმთა ამოწყდა ისე რომ ერთი ხმარი არ მოგვიქნებია 60 კაცი დავკარგეთ თუ რაღაც შეტაკება იყოს 60 კაცი 40,000 და მევატენი ამბობს ცხენის ბინარე მოდიოდა ამიტომ დაერქვა ცხენის წყალი გამიგეთ არ არის ეს იმ სიტყვების დასტური მე თქვენთან ვიყო ვიდრე აღსასრულა ჩვენთან არის ხო მე როგორ გავიმარჯვებ შემდეგ მე არ შემილია აშოტი არ ვახსენო ჩემო ძვირფასებო ერთხელ ბევრი თქვენგან ეხ მახსოვს სახეზე იყო იქ რასაც ვიხარ ჯვარზე ვიყავ ერთხელ და ამოვარდა ქარიშხა და ქარიშხაზე ვიждები რაღაც ჭკუა მეკეტება ხოლმე და ყველა გარბის რა თქმა უნდა და იქ ჯვრიდან გამოვედით და იქ რო არის გადმოსახები იქ ვინ დადგებოდა ქარიშხალი მაგრამ აი რო იტყვიან ჩემი ადგილი რო აქ არის მეთქი და გავედი იმ ადგილზე და არაორდინარულია გადაგება რა გიყვებით იმას რაც ჩემ სულს მაშინ დაემართა და აი როგორც ორგზის ჩემპიონი რო გახდა ძიუდოში ბექაური 100 ავწია ხელი ესე ქარიშხალი რომ მოდიოდა და ასე ვიდექიდა იქ ხო სვეტი ცხოველია იქ ხო ჯავახეთია გზა გარდა იქიდან მოდის ეს ქარიშხალი და აი როგორი გრძნობა მქონდა იცი მთელი ჩემი წინაპრების ჩვენი წინაპრების მთელი ჩვენი ისტორია მოქონდა თითქოს ამ ქარიშხალს და აი შემოდიოდა ჩემში და მე წახოდე მამა ალექსანდრე წამოდი არ გადავარდე ჯერ იქიდან უბერავდა რა გადამაგდებდა და მე არ მაინტერესებდა არაფერი, აი ისეთ დღეში ვიყავი და ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ამ რაღაცა საქართველოს სუნთქვა იყო თითქოს და მე მინდა გავიხსენო ჩემო ძვირფასებო აშოტ კუროპალაკი ნახე რა დღეში ვიყავით მაშინაც განადგურება ქონდა
თბილისიდან დევნილი, ქართლიდან დევნილი აშოტ კურაპალატი რო აღარ დაებრუნებოდა იქ, მცირე ამალით ოჯახით გარბის ბიზანტიაში. სხვა გზა აღარ. დაღლილებს ჩაეძინათ ფარავნის ტბასთან და ფარავნის ტბასთან მოადგა არაბების ხალიფატის დიდი ჯარი. მორჩა დამთავრებული იყო იქ ყველაფერი. მაგრამ ნახეთ რას ამბობს. რას ამბობს მემატიანე სამწუხაროდ ძალიან მოკლე დაკარგული ალბათ სრული ტექსტი ძალიან მოკლედ მაგრამ ამბობს რომ დიდი შეწევნა იყო ღვთისა და გაიმარჯვა აშოტმა ქართველებმა გამიგეს აი იქიდან მოყოლებული ისეთი დიდი შეწევნა იყო ჩემო ძვირფასებო ისეთი დიდი შეწევნა იყო რომ იქიდან მოყოლებული აშოტი მიხვდა რომ ღმერთი მასთან არის მე თქვენთან მითხოვ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და შემდგომ აშოტი როგორც ისუნავესი ხო გახსოვთ აი ამოწელი მაქვს ისუნავეს რო უთხრა ღმერთმა მე შენთან ვიქნები და ნუ ამორეველების ნუ გეშინიაო და მიდიო მე შენთანავარდო და ეხლა ყველა ამბობს რომ განსაკუთრებით ზოგიერთი ისტორიკოსი ალბათ ათეისტი ამბობს რომ როგორ დაამარცხა მცირე რაზმიო ხალიფატის ამ ჯარს როგორ გაუმკლავდაო აშოტ კურაპალატი აი ჩემო ძვირფასო ისუნავე ისრაელი მოდის საუბრად ამორეველებთან მაშინ მზე დააყენა თუ გახსოვთ ბიბლიიდან ისუნავესმა და იპყრობს უზარმაზარ წარმართულ ჯარებს რა საინტერესოა ადგილები ჯერ ეს ამორეველები ხო შემუსრა სულ ყველა ადგილიდან დედაბუდიანა შვილიან ამოაწყვეტინა უფალმა იმიტომ რომ ამალეკილები ვით არისო ესენიც იმ ცოდვაში იყვნენ რაც ცოდვასაც ეხა აღარ მინდავართ რა ნახეთ ჩემო ძვირფასო მაკედა ჯერ ქართული ენის დინება ეს ებრაული ადგილის წარმართული ადგილებია იმის რა ქვია ახალი ისა აღთქმული ქვეყნის მაგრამ ქართულ ენას დააკვირდა მაკედა ჩემი ძროხა მაკედა ხო არის ეგეთი გამო ლომნა სულთა ქართული სახელი ლაკი ადგილები სადაც შედიოდა ისა რა ქვია ისუნავესი გამარჯვები ოდოლია ნუ ქებროს დავალე დაბილი ვიდრე ხაზამდე ესე გამარჯვებითი არა ეხლა აშოტი მესხეთი აუკლარჯეთი შავშეთი და ყველა ის რაც არის ის ადგილები საერთო სახელმწოდება არის მესხეთი გამიგე იმიტომ რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რო ამბობდა ვინც არის პრეზიდენტი რო ამბობდა რომ მე ჩემი თურქული ჯარი დავიპყრო მესხეთს და შემოვერთებ იმას რომ ნაწილი დაპყრობილი აქვს და დანარჩენს ახალ ციხეს და იმას გულისხმობდა თურქეთსო და ტაშირვათო და პარლამენტ ვერ ეხილსები თურქეთო წინასწარმეტყველება სხვანაირი აქვს ხო ეხლა და აი ესე როგორც ისუნავე შედის აშოტი უკვე ძლევამოსილი ქართული ჯარი ტაოში არტანში სამცხეში სპერში ჯავახეთში კლარჯეთში შავშეთში ერუშეთში კოლაში ჩრდილში რაც ჩამოვთვალე ეს არის მესხეთი ეს არის ქვესიმრავლეები ასე ვთქვათ ადგილები მესხეთის ადგილები გამიგე და ბოლოს ძლევამოსილად შედის ქართლში ჩემო ძვირფასო და თბილისის გარდა ნუ აფხაზეთის თავარი მეფე მაშინ აფხაზეთის გარდა აშოტმა დაიპყრო მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო ნუ რაც გვეკუთვნა და ქვემოთ მე მისი შვილი გვარამ მამფალი თითქმის არარატამდე ჩავდა ჩემო ძვირფასო აშოტის შვილი წარმოიდგინე და ნახეთ მოღალატე ქართველები არაბებისგან აიღეს ფული გამოეკიდნენ დაუდარაჯდნენ და მოკლეს აშოტ კურაპალატი და რა არის ერთი პიროვნება აშოტი რომ მოკლეს ყველაფერი დაიმკვიდრა ყველაფერი თავიდან გახდა ისე ესე იგი შემოსაერთებელი რაც გააკეთა გვარამ მამფალმა მისმა შვილმა მოკლედ რა არის ცხოვრება ჩემო ძვირფასები რა არის ცხოვრება არჩილმეფე თავი მოკვეთეს აშოტ კურაპალატს აშოტ კურაპალატს დაკლეს უბრალოდ დაკლეს საკურთხეველში გვარამის
გვარა მამფარის, ანუ აშოტ ყურაბარდის შვილიშვილები ერთმანეთს დაერივნენ, ერთი შედარებით მართალი იყო, მაგრამ ასე დონეზე რომ მოკლედ ერთმანეთს დაერივნენ და ამოწყვიტეს ერთმანეთი, ისე რომ გვარამი დარჩა უძეო, გესმით რა ხდება, რა ცხოვრება ჩემი ფასი, ხო? და ასეთ გაჭირებაში იყო საქართველო ყოველთვის, მაგრამ მოვედი დღე, იმიტომ რომ მე თქვენთან ვიყო ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამბობს მაცხოვარი. და ეხლა ჩემო ძვირფასებო, მოდი ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ, ჩვენ დროში. ეხლა ჩვენ დროში მართალია ხა ისუნავეს გამოცხადება ქონდა, მოსეს გამოცხადება ქონდა, ეხლა ჩვენ გამოცხადებები არ გვაქვს, იმიტომ რომ არ ვარ ღირსე. მაგრამ თუმცა ერთი რამ მინდა გითხრა, აღარ დავასახლებ სახელს. მე ვიცი ორი ადამიანი, ერთი უნდა ვთქვა პატრიარქი და მეორე, არა ამასაც ვიტყვი, არქიმანდრიტ რაფაელი, რაც ვიცი ხარ. ალბათ კიდევ სხვებიც არიან, მათ აქვთ ჩემი ხო ჯერა გამოცხადებები ქონდა ჩემს დროს. ეხა ამაზე კიდე შეიძლება სხვა დროს მე მithქვია პატრიარქის გამოცხადებაზე, რამოდენიმე ამას დავანებოთ თავი 100%-იანს გეუბნები. მაგრამ ეხა ავიღოთ რიგითი ჩვენ ქრისტიანები, მართალია ღმერთი არ გვეცხადება, მაგრამ რომელი თქვენგანი, რომელიც კაი ახლა რო გიყურებ ზოგიერთი სახეები და მახსოვს რას ამბობდით და განვაზოგადებ, ახლა არ ვიტყვი ამან ეს თქვა და იმან. ბევრი თქვენგანი მეუნება ღვთისმშობელზე დაჩოქილი ვიღოცე და უისაოცრებო ამისრულდა ისეთი რამ, რაც ათიქლის არ უნდა ასრულებულიყო. გესმით თქვენ, რა გვინდა გამოცხადება? ხო არის მე თქვენთან ვიყო ვიდრე აღსასრულამდე სოფელს. ან სხვა ხართან ნიკოლოსთან მილოცია რამდენ თქვენ გასულიყო შემოწმება. ეს არ არის გამოცხადება, რა გვინდა გამოცხადება? შედეგი, ნახეთ რა არის, ღმერთი როგორ გვისმენს და როგორ არის ჩვენთან. გამიგე. აი, მოდი ესე ვთქვა, ეს ტერიტორია შემოწმება. აქ ვინი ფიქრებდა რომ აშენდებოდა ტაძარი 1, 2, 3, შეიძლება მე-4-ც ავაშენო. წარმოიდგინე შემოწმებას, ხო? ეს არ არის მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლი, ეს არ არის ღმერთი ჩვენთან არის? ეს ხო ჩვენ ამას ვერასოდეს ვერ მოვახერხებთ, ეს ხო ღვთისგანა, ეს ხო ქრისტესგანა. და ასე შემდეგ შემოწმებასებო, ქრისტე იქნება ჩვენთან, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და ეს ეხლა იქნება თუ მერე იქნება დიდი იმედია რომ ქართველები 90% ეხლა აი უბრალოდ მოდი ასე დავამთავრებ ერთ ლექციაზე როინ მეტრეველის ლექცია იყო და იქ თქვი ესა და მეც ასე დავამთავრებ. თქვენ იცით რომ 2026 წელს გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება 1700 წლები საქართველოს გაქრისტიანების. და უბრალოდ ეხლა როგორ არის ჩვენ ვიცით ისტორია ასე თუ ისე და შეჩვეული ვართ ამას. მაგრამ ერთი ეგვიპტელი პროფესორი რომელიც მას ეხლა მაინც ქართველი უნდა იყო რა ეს მიხვდა ეს უფრო კარგად. ეგვიპტელი პროფესორი ამბობს ლექციები ჩააწერე არის YouTube-ზე. და ის ამბობს რომ გავეცანი რა საქართველოს ისტორიას უბრალოდ გაუგნებული ვარ ქრისტეს ძალით. იმიტომ რომ ეგვიპტეში შემოვიდნენ მუსლიმებიო და ეგვიპტე ხო ქრისტიანული იყო. გამუსლიმანს მთელი ეგვიპტე. შუა აზიაც გადახრილი ზოგი იყო ნესტორიანი და მონოფიზიტური, მაგრამ დასაწყისში ნამდვილი ქრისტიანები შემოვიდნენ მუსლიმები გამუსლიმანს. ჩრდილოეთ კავკასია. იცით თქვენ ბოლო ჩეჩნური ქრისტიანული თემი შამილმა გაანადგურა. ანუ მე-19 საუკუნემდე იქ იყო ზოგიერთი ქრისტიანი. დაღესტნელებიც მე-18 საუკუნეში გააქრისტიანა იოანე მაგლენმა ძალიან ბევრი სოფელი. გამიგე? ჩრდილოეთ კავკასიაო შემოვიდნენო მუსლიმებიო და ყველა გაამუსლიმანეს.
საქართველოს ძალიან ბევრი ირანი, თურქეთი, ესე იგი მუსულმანების მთელი შემოსევები იყო, ხო? და ქართველები დარჩენ ქრისტიანებად. რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ის, მე თქვენთან ვიყო, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. და 1700 წელი, ჩემო ძვირფასებო, აი, ერთი წელი დარჩა და 1700. ერთხელ ჩამეძინა ეს თქვი ბატონ როითან, ბატონ როის მიმართეთ. ჩამეძინა მეთქი და გამეღვიძა ძილხო, გამეღვიძა ძილბურაში ვარ მეთქი, ძილბურანი, ხო იცი, არც სიზმარში ხარ, არც სიცხად. და უცებ ამეგვიატა რომ 700 წელი, გამიგე? 700 წელი გაუძლეთ. ეს 1000 დამავიწყე, 1700. 700 წელი გაუძლეთ და ვფიქრობ, როგორ გაუძლეთ 700 წელი, როგორ და გავიღვიძე, ვილოცე მე ვისაუზმე და ამ საუზმის დროს უცებ გამახსენდა რა 700 კაცო. 1700 და დავიწყე ყვირილი 1700 ნინო მეუნე რა გაყურებ რა 1700 წელი ეს ფანტასტიკის სფერო უпростоრად ღმერთის დიდი დახმარება იყო ჩემო ძვირფა როგორ შეიძლება ეგეთ რამეს გაგვეძლო როგორ შეიძლება შეუძლებელია იმიტომ რომ ქრისტემ ამაღლების დროს თქვა მე თქვენთან ვიყო ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ჩვენთან არსებობს გაგლოცოთ და გაგახაროთ უფალო დღეს მივდივარ